და თქვენი ოჯახის ცხოვრებაშიც. როგორც სახლიდან გასვლისას ნაგავს რომ მყრით ხოლმე, ასევე თქვენი ცხოვრებიდან უნდა გადაყაროთ სულიერი ნაგავი. არსებობს სულიერი ნაგავი ორნაირი. ერთია ნაგავი გონებაში, როცა ადამიანს სჯერა ისეთი რამის, რაც რეალობას არ შეესაბამება. მაგალითად, უფალმა თქვა, რომ ადამიანი ერთხელ ცოცხლობს და შემდეგ მიდის სამსჯავროზე. უამრავ ადამიანს სჯერა, რომ არსებობს რეინკარნაცია. და ასე შემდეგ. ღმერთმა რო თქვა ასე, მათ სჯერათ ისე. ღმერთი ბრძანებს ასე, ისინი ასწავლიან ისე. ეს არის სულიერი ნაგავი გონებაში, რომელიც უნდა გადაყაროთ. და არსებობს სულიერი ნაგავი, უკვე მატერიალური, წარმართული ღვთაებების ქანდაკებები. ეს იქნება როგორც რაღაც ტოქსიკური ნარჩენები რომ მოაგროვოთ, ან რადიოაქტიული ნივთიერებები თქვენ ოჯახში. მერე არ უნდა გაგიკვირდეთ, თუ ყველანი ავად ხართ, ცუდად ხართ და რაღაც ხდება. ადამიანები ინახავენ ხოლმე ასეთ ტოქსიკურ ნარჩენებს და ამას ეძახიან ხოლმე განათლებას, სილამაზეს, კულტურულ მემკვიდრეობას და ასე შემდეგ. ძალიან ეშინიათ ხოლმე ჯადოების. ვაიმე ჯადო. მაგრამ თავარი ჯადო ეს არის ხოლმე ღვთის საწინააღმდეგოდ მომართული გონება. ღვთისაც რო ვერ იგებს, სახარებას ვერ იგებს, ღმერთს ვერ ეთანხმება. ურჩევნია შეშლილობა, ოპერა, ბალეტი, ფროიდი, ამაში კარგად არის და ღვთისაც ვერ ეგუება. ეს არის თავარი სულიერი ჯადო, რომელიც ადამიანს გონებაზე შლის. ყველას გირჩევთ თქვენი სახლებიდან გადაყაროთ ეს ნაგავი, ანტიქრისტიანული წიგნები, ანტიქრისტიანული გამოსახულებები, ყველაფერი, რაც შეიცავს და განასახიერებს ეშმაკს. ვერ შეძლებთ, რომ შეაერთოთ შეუერთებელი. თუ ბავშვს აჩუქებთ, დევებს ეძახიან ხოლმე. მერე არ უნდა გაგიკვირდეთ, თუ იმას ექნება ფსიქიური პრობლემები. ვერ შეძლებთ შეაერთოთ მადლი და ცოდვა და ტყუილად დავიმახინჯებთ ცხოვრებას. მერთ მოგახაროთ.